თავდაცვის მინისტრი ბატონი მინდია ჯანელიძე. თავისუფლებისათვის დაღუპულ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულ ხსოვნას. საქართველოს დროშის წინაშე. Pizza! Pizza! უნდა მიდრება ჩემი უპირველესი ღირებულება. ვაშა! არჩეული პროფესიით, თქვენი არჩეული გზით. კარგად გაცნული, კარგად მომზადებული. ანუ სამჯერ პირველი. თქვენ უნდა იყოთ პირველები, როგორც პროფესიონალები. ეს არის უდიდესი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. ოქროს სახელით რეგიტრებისათვის და ყველა ადამიანის 111 ოფიცერი შეემატა ჩვენ ოფიცერთა კორპუსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ძლიერი ოფიცერი ნიშნავს ძლიერ შეიარაღებულ ძალებს, ძლიერ დანაყოფს. ამიტომ მე მინდა პირველ რიგში მიულოცო ამ ადამიანებს ოფიცრის კურსის წარმატებით დასრულება და შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლა. ასევე მინდა მთლიანად შეიარაღებულ ძალებს მიულოცო ის, რომ მათ ახალი, ასე ვთქვათ, შემატება, ახალი შევსება მიუვიდათ. ზოგადად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ კიდე ცოტა ხანში ველოდებით კიდე ერთ სკულ შევსებას ოფიცერთა განათლება და ოფიცერთა კორპუსის მომზადება ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგან უნდა დაეყნოს ჩვენი ჯარის მომავალი აღშენებლობა. 111 ახალგაზრდა ოფიცერი არის შეიძლება დიდი ციფრი არ იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შევსება ქართული შეიარაღებული ძალებისთვის და ის პრინციპი, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, რომ უპირატესობა უნდა მივახციოთ ინდივიდუალური მებრძოლის ანუ ინდივიდუალური მეთაურის უპირატესობით, ამას განვახორციელებთ ზუსტად აი ამ ახალგაზრდა ოფიცრების დახმარებით. თითოეულ ჩვენთაგანისთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ღვთისა და ერის სრულიად საქართველოს დროშის წინაშე დავდეთ სამხედრო ოფიცრის ფიცი. ეს არის დიდი პატივი, რადგან დღეიდან ჩვენ ქვედანაყოფებში გავაგრძელებთ მეთაურობას, უშუალო მეთაურობას პირად შემადგენლობასთან.